მოგესალმებით. მოკლედ ეს წამოვწივა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ვქვია. რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეობას რა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს რაღაც გარკვეული ინფორმაცია, რომელიც მათ გამოადგება და რომელსაც არავინ არ ეტყვის, ჩემს გარდა ეს ერთიანად და სრულად, ესე იგი ყველას არ აქვს ყველა სფეროში გამოცდილება, ანუ დიდი შეცდომაა, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის ამ დროს. რაღაც დარგებში საერთოდ არ ირკვევა და აზზე არ არის, სხვანაირი წარმოდგენა აქვს, შეცდომითი წარმოდგენა. როგორც ახლა მე მაგალითად ურის ცხობა არ ვიცი, ნამცხვარს ვერ გამოაცხობ. მანქანის მოტორს ძრავას ვერ დავშლი და ვერ ავაწყობ, ამას ყავს თავის სპეციალისტი, მცოდნე ხალხი და შესაბამისად მეც ახლა მივდივარ იქ ამ მცოდნე ხალხთან და ასე ვთქვით, ვეკითხები ას და ისინი მიკეთებენ. იგივეა რაც შეეხება საიმიგრაციო სიტუაციას. ახლა ეს პატარა შესავალს გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო პატარა არის და სადღაც 4 მილიონი თუ 5 მილიონი ცხოვრობდა, 5 მილიონი, ახლა 4 არის თუ 3.5-ია ახლა. ძალიან ბევრი ადამიანი არის წასული საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ არის წასული, შესაბამისად ის საზღვარგარეთ მუშაობს, საქმიანობს და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, მარტივად რომ ვთქვათ, ლუკმაპური საშუალოდ არის გასული ქვეყნიდან. არის ხოლმე ესეთი სიტუაციები, როცა ვთქვათ, აღმოჩნდება, რომ ადამიანს ყავს, ვთქვათ, წინაპარი ებრაელი. ვთქვათ, ბები აყავდა ებრაელი რაღაცა და ის შესაბამისად ამ მასალას აკროვებს, შეაქვს, ვთქვათ, ისრაელის საკონსულოში და მას სპეციალურ ვიზას აძლევენ, რომ საფუძველზე ის ჩადის ისრაელში და მას აძლევენ ისრაელის მოქალაქეს. ისრაელის მოქალაქეს შეუძლია კანადაში, ამერიკაში ვიზოთ იაროს და თან ისრაელშიც იყოს და იმუშაოს და ეხა იქ შესაბამისად მეტია ხელფასები და უფრო ეხლა ისაც ეს აქვს ეს საფუძველი, ის იღებს მოქალაქეობას. არის ესეთი სიტუაცია, როცა ვთქვათ, მოიყვანა ცოლად, ვთქვათ, პირობითად რუსეთის მოქალაქე და წავიდნენ რუსეთში, ცხოვრობენ მოსკოვში, სხვათა შორის მოსკოვში საკმაოდ მაღალი ხელფასები არის, ძალიან მაღალი, ახლა ვიღაც არის, რომ ზოგს ბიზნესი აქვს, ზოგს ის და არის ესეთი სიტუაცია, როცა ვთქვათ, ადამიანი green card-ის ლატარიას თამაშობს და წელიწადში 2000 ოჯახი იგებდა. ეხლა ნაკლებია, ზოგჯერ 400 იყო, ზოგჯერ 300, 800, 1200, 1800, აი 2000-მდე და ცოტა მეტიც იგებდა. ესე იგი ამერიკული green card-ის ლატარიის ასე ვთქვათ, პროგრამაში იღებდა მონაწილეობას და იგებდა რა. ამას რომ ის იგებდა, მას აძლევდა, ესე იგი ამერიკის საკონსულო, ეს მთელ სოფლიოში თამაშდება, წელიწადში 50000 ვიზა გათამაშდება, ჩუქნიან, ესე იგი 50000 ვიზას, კრიმინალი არ უნდა ქონდეს ჩადენილი, სწორად უნდა ქონდეს შევსებული ეს ოქტომბრობით ივსება ხოლმე, მაისში შედგება ბევრი მონაწილე, მთელი სოფლიო მონაწილეს. ანუ ამერიკას აქვს ეს პროგრამა შემუშავებული რისთვის, რომ ყველა ქვეყნიდან ცოტა ადამიანი რომ ჩავა ის თავის კულტურას, თავის ესე იგი იდეოლოგიას ჩაიტანს და შეავსებს ამ ვთქვათ ამერიკის. ანუ როგორც ერთ-ერთი ამერიკის პრეზიდენტმა რაღაცა თქვა, რომ შენ რომ წახვიდე საფრანგეთში იცხოვრო, შენ ვერასდროს ვერ გახდები ფრანგი, მათ შორის თქვა თუ იცხოვრებ დიდი ხანი გერმანიაში, გერმანელი ვერ გახდები, მაგრამ შენ თუ ჩამოხვალ ამერიკაში, შენ გახდები ამერიკელი და ბევრი მიდის და თან იქ მაღალი ხელფასია, ახლა ზოგი იქ შოულობს თვეში $2000, ზოგს 3000, ზოგს 10000, ზოგს 8000, ზოგს 15000 და ანუ კი ახლა ხან ისია, ხან ასია, ვინ როგორ და ძირითადად ახლა ამერიკა ახლა გავიდა პირველ ადგილზე გადმორიცხვებით, სავარაუდო დღეში $2 მილიონი ირიცხება დაახლოებით. ესეც სტატისტიკაა, თვეშია 60 მილიონი. პირველ ადგილას იყო რუსეთი. მე რუსეთს იტალიამ გაასწრო და მაგრამ ხდება ხოლმე ისე, რომ შესაბამისად ეს საიმიგრაციო ვიზას როდესაც ოჯახით მიდიან 5 წელი ცხოვრობენ, მერე განაცხადს ავსებენ და იღებენ ამერიკის მოქალაქეობას. მაგრამ მანამდე აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
ასევე რუსეთის მოქალაქეობას იღებს ზოგი რუსეთს რო თავი დავანებოთ, ეხლა მეზობელი ქვეყანა კი ისე მოხდა, რომ მილიონი იქ დარჩა, თქვა ქართველი, დიდი დიასპორა და ქვეყანა დიდია და მეზობელი არის. შეიძლება იქ ამერიკაში 150-200 ქართველი ცხოვრობს შეიძლება. თან ბევრი მექსიკითაა შესული, ვიღაცას პოლიტიკური სტატუსი მისცეს, green card-ი მისცეს, ოჯახი ჩაიყვანა, ანუ ცოლიშვილი იგულისხმება ამაში და იქ ცხოვრობენ და მერე უკვე განაცხადი შეაქვთ ამერიკის მოქალაქეების მიღებაზე. ნუ რას იზრდება ხა? აქვს ახლა ზოგი ევროპაში, იტალიაში რო ცხოვრობს, ხდება ხოლმე რომ ეხლა რაღაც 10 წელი ცხოვრობს, აქ პერმესო კარტა აქვს და იღებს იტალიის მოქალაქეს. რატო? იმიტომ რომ იქაური პენსია ჰქონდეს, იქაური სოციალი ჰქონდეს, მუშაობის უფლება ჰქონდეს, შვილებსაც რაღაც ვიზები გაუკეთოს, ოჯახის გაერთიანება იქ ჩავიდეს და ასე შემდეგ. ძალიან ისა ასევე ბევრი არის იღებს ბერძნეთის მოქალაქეობას. დაახლოებით წელიწადში 100 ქართველი მაინც იღებს. შეიძლება ცოტა არის, მაგრამ სტატისტიკით ეგრეა, ასევე იტალიის, ისრაელის და უფრო ცოტა ძლიერი პასპორტი აქვს და თან ურჩევნიათ რომ ორი პასპორტი ჰქონდეს, ქართული და მათ შორის ისრაელის ქართული და პორტუგალიური ქართული და იტალიური ქართული და ბევრს გერმანულიც აქვს პასპორტები აღებული, ზოგს ამერიკის აქვს, ზოგს რუსეთის, ზოგს უკრაინის, აი ძალიან ბევრი ქართველია, რომელიც მათ შორის უკრაინაში იყო და ასევე მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა, ამაში ახლა მე პირადად ცუდს ვერ ვხედავ. არის ახლა სიტუაცია ითხოვს, რომ ადამიანს ქონდეს, რატო? იმიტომ რომ ახლა ნახეთ რა მომენტი არის, კი, აიღებ ახლა რაღაც ბინადრობას, აი განვიხილოთ ახლა ამერიკის green card-ი, ბარათია ესეთი, რომ შენ იქ ბინადრობის უფლება გაქვს, იქ იცხოვრო. სანამ მოკალე, მაგრამ შენ შეზღუდული ხარ რაში? შენ ერთი წლით თუ გახვალ ამერიკიდან და უკან ვეღარ ჩამოხვალ რა ავტომატურად გაუქმდება ეს ბარათი. ესეთი ლიმიტი აქვს და როცა ამერიკის მოქალაქე ხარ, შენ შესაბამისად შეგიძლია როცა გინდა ჩახვალ, როცა გინდა ჩამოხვალ. და ასე ვთქვათ, შეგიძლია მშობლების წაყვანა, დედა-მამის, ძმის, დის, იმიგრაციის გაკეთება მეუღლეს და შვილების და ისაც ვთქვათ, green card-ი აქვს, მარტო მეუღლე და შვილები მიყავს. შვილები ისეთ, რომელიც დაუქორწინებელი ან გაშორებულია ნებისმიერი ასაკის განქორწინებული. მათ შორის ახლა ნახეთ რა ხდება, რა მომენტია. იქ ახლა მე რამოდენიმე მომენტი ჩამოვწერე. დავიწყოთ ესეთი რა ქართული კანონმდებლობით რა. აქვე ხაზი მინდა გაუსვა, რომ აი ეს მონაკვეთი არის ძალიან ცუდი. და ამოსაღებია რა, საერთოდ ეს მონაკვეთი ამოსაღებია აუცილებლად. რა მონაკვეთი არის ეს? ეს არის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. არის ესეთი. ანუ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რამოდენიმე ფორმა. პირველი არის დაკარგვა, მეორე არის გასვლა. და არის ესეთი კიდე ტერმინი ჩამორთმევა. ჩამორთმევა არ არის. და გიხსნით რა სხვაობები არის. ნახეთ ახლა რა მომენტი არის. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოქალაქეობა, რაღაც მომენტებში შეუძლია საქართველოს მოქალაქეობა დაკარგვას. ნუ ეს არის ხოლმე ესეთი ახლა სხვა ქვეყნებსაც აქვს ეგ, მაგრამ ზოგს არ აქვს. ახლა ამერიკის მოქალაქე თუ მიიღებს კიდე კანადის მოქალაქეობას, რუსეთის ის ამერიკულ მოქალაქეობას არ კარგავს. თქვა სომხეთის მოქალაქე თუ აიღებს რუსეთის მოქალაქეობას ან ამერიკის ის არ კარგავს სომხეთმა. ჩვენთან აი რაღაც აი ძალიან ცუდი ისა რა ქვია, მონაკვეთი რა, რომელიც არის ამოსაღები აუცილებლად რა. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ უნდა კარგავდეს საქართველოს მოქალაქე. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ცოტანი ვართ ეთნიკური ქართველები და აი ეს მინუსი არის ისა რა ქვია. ხო, აი ეს მინუსი არის ძირითადად რა. ესე იგი შეიძლება დაგეკარგოს და რა შემთხვევაში თუ შენ მიიღებ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, თქვა განვიხილოთ, შენ გაქვს საქართველოს მოქალაქეობა, პასპორტი, წახვედი ამერიკაში, green card-ა მოიგე, ლატარია, ჩახვედი, იცხოვრე 5 წელი, შეიტანე ამერიკის მოქალაქეობაზე განაცხადი, მოგცეს ეს სერტიფიკატს გაძლევენ შენ. იცდებ მერე პასპორტს და შენ უკვე კანდიდატი ხარ. აი მოდი ესეთი მონაკვეთი განვიხილოთ, რომ კანდიდატი რას ნიშნავს, რომ შენ ეგრევე ვერ კარგავ. კი, შენ მიიღე
ამერიკის მოქალაქეობა და ქართული მოქალაქეობა, მაგრამ ისა რა ქვია, მაგრამ შენ ისა რა ქვია, არ დაგიკარგია ჯერ. აი ბევრი ფიქრობს, რომ რახან ავტომატურად მიიღებს, ის არ კარგავს. ან ბევრი ფიქრობს, რომ მე ქართული მქონდა და მაგ და რატო უნდა დავკარგო? წარმოდგენაც არ აქვს, რომ შეიძლება დაკარგო. რა დროს კარგავს ის? ის კი არ კარგავს მაშინ, რომ ის ფიც დადებს და რაღაც. რატო არ კარგავს? იმიტომ რომ საქართველოს ორგანოებმა არ იცის, რომ ვიღაცა გიორგი ჩავიდა ამერიკაში და იქ დადო ფიცი. მას არ აქვს დამამტკიცებელი საბუთი, რომ იმან აიღო და რა დროს ხდება ხოლმე ეს, როდის იგებს საქართველოს ორგანოები, როცა თქვათ ადამიანს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს. იგებს აი რამოდენიმე შემთხვევაში ვთქვათ, მოდის ამერიკიდან ეს გიორგი, გავიღოთ ეს დავარქვათ გიორგი კაპანაძე, ვთქვათ გიორგი კაპანაძეს აქვს ქართული პასპორტი, აიღო ფიცი დადო და აიღო ამერიკული პასპორტი და ამერიკიდან მოდის, ამერიკაში უნდა შევიდეს და გამოვიდეს ამერიკული პასპორტი და ესე ამერიკამ დაუშვა, შეგვიძლია ქონდეს რამოდენიმე მოქალაქეობა. და ჩამოდის საქართველოში. ჩამოდის საქართველოში, მოფრინავს ამერიკიდან, თქვა თურქეთში მოფრინავს, თურქეთში და ეს და თურქეთიდან მე საქართველოში მოდის და შემოვიდა საქართველოში და იქ საზღვარი ხო არის, მესაზღვრეები ხო და მივიდა და ეხლა ორი პასპორტი აქვს, ქართული და ამერიკული და ткап დაადო ეს ამერიკული პასპორტი იმათ საზღვარზე. იქ ხო კომპიუტერია, ესეთ რაღაც რო გინახიათ მოწყობილობას, ესე პასპორტს რო ადებენ. ткап დაადო, შემოვიდა, შენ გენაცვალე, მოდი კაც, კაი კაცი ხარ შენ და შემოვიდა ეხლა სამშობლოში, იქ ტუდასო და მე იუსტიციაში დადის იქ. აი მე ხელის მოწერა ცოლი მომყავს კი, ახლა მაქვს ამერიკული პასპორტიც. იქაც დაადო ეს ამერიკული დაასკანეს ისა რა ქვია ამერიკული პასპორტიც ქართული გაქვს და რაღაც და ამ დროს იუსტიციას არ ძინავს რა. იქ ამოუგდო იმას ეგრევე, რომ შენ ეს გიორგი კაპანაძე დაბედებული, ვთქვათ პირობითად 1 თებერვალს 1980 წელს თურმე იგივე სახელი გვარით ამერიკული პასპორტი აქვს, იგივე სახეა, ткап კომპიუტერმა მე რაღაცა დასკვნას ამზადებენ ესენი იუსტიცია, რახან იმან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ამას ეს იუსტიციის სახლი აგზავნის მე იმაში რა ქვია, აგზავნის პრეზიდენტთან, ვინცა პრეზიდენტი და ეუბნება გამარჯობათ. ბატონო პრეზიდენტო, ამ გიორგი კაპანაძემ ამან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, თხოვთ მას შეუწყვიტოთ დაკარგვის ფორმით, დაკარგვა ნიშნავს ეს, დაკარგეს და უწყდება და ეს გიორგი დადის ტუდესო და პასპორტია ქართული ხელში, ის უქმია კომპიუტერში რო გატარდეს უქმია, აზე არ არის და გაუქმებულია მაგის მოქალაქეობა და всё, უხდება. და ესეთი რაღაც, ანუ შენ თუ არ დაადებ ამ ამერიკულ პასპორტს იქ, არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, ამერიკის მოქალაქეობაზე, როცა თქვენ ავსებთ ამერიკის მოქალაქეობაზე, როცა თქვენ ავსებთ განაცხადს, იქ ეკითხება, მაგალითად გიორგი კაპანაძე ხარ, ხომ არ გინდა რაიმე სხვა სახელი და გვარი, რაღაც ნებისმიერი და შენ შეიძლება თქვა გიორგი კი არა, დაწერო ჯორჯ ბაგრატიონი. და დაარქვა და გააქვს ჯორჯ ბაგრატიონი და დადიხარ იმ პასპორტით და მაშინ ისინი ვერ არტყავენ იმას რა. შემოხვედი საქართველოში დაადე იუსტიცია აზე არა, ვიღაც ჯორჯ ბაგრატიონია, ეგეთი ბაზაში არ აყავს, იმიტომ რომ ეს გიორგი კაპანაძეა, მაგრამ ახალი სახელი გვარი აქვს აღებული. მაშინ ვერ აუქმებენ იმას და ის კიდე ამერიკა აძლევს კიდე ცალკე ცნობას, რომ იმან სახელი გვარი შეიცვალა და რომ იცოდეთ, იმაზე აპოსტილია საჭირო, აპოსტილია სტიკერი, რომელიც ძალას აძლევს იმას. რა ქვია, ამ საბუთს. ასეთი მომენტია. კიდე ახლა შემდეგია. არის ეს დაკარგვის ფორმა. აი რაც შეეხება ახლა ჩამორთმევას არ ხდება. ვიღაცა იყენებს ეს ტერმინს, ჩამორთმევა არ ხდება. საქართველოს მოქალაქეს ჩამორთმევა არ არის. ჩამორთმევა რას ნიშნავს? ეს არის, როცა თქვა მთავრობამ, ან პარლამენტმა, ან პრეზიდენტმა თვითონ გადაწყვიტა, აი თქვა გიორგის არც აუგია სხვა მოქალაქეობა, თქვა კაპანაძეს არის თავისთვის, მაგრამ რაღაცა თქვა ქვეყნის ან წინააღმდეგ და მთავრობამ გადაწყვიტა, აუ იცი რა, ეს ტიპი არ მოგწონს და მოდი ჩამოვართოთ. ეს როცა ინიცირება ხდება იმის მიერ, რა ქვია, მთავრობის მიერ. არა ადამიანის ქმედებით, როცა ადამიანი ქმედებას ჩადის და თქვა სხვა მოქალაქეობის შვილი ქვეყნის ჯარში შევიდა და ასე შემდეგ. მაშინ
ამ ადამიანის ქმედებით ხდება დაკარგვა და როცა ჩამორთმევა, როცა ამას ასე ვთქვათ, თავრობა გადაწყვიტავს თავის ნებით, აი არ მოგწონს ეს ტიპი, всё, ეგ იყო ხოლმე უფრო საბჭოთა კავშირის დროს ვიღაც დისიდენტებს ართმევდნენ ხოლმე საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს. ჩვენთან არ არის ეს ფორმა ჩამორთმევა. მაგრამ არის გასვლაც. გასვლაც ახლა რა სიტუაცია, ადრე იყო ხოლმე, მივიდოდა ადამიანი, დაწერდა განცხადებას, გადაიხდიდა რაღაცა თანხას. მე მგონი 100 ლარი იყო, ჯერ 60 იყო, მე 100, მე 200 გახდა, ახლა არ ვიცი, შეიძლება 500-ია. და დაწერს, არ მინდა ვიყო საქართველოსთან, დაწერს განცხადება, მე იგზავნება პრეზიდენტი და პრეზიდენტი აწერს ხელს, სადაც წერია, რომ შენ გასული ხარ საქართველოს და შო აღარა გაქვს და გაქვს მარტო ის რა ქვია, პასპორტს არ გაძლევენ. მაგრამ ნახეთ რა მომენტია, ესეთი მომენტია, ადრე გახვიდოდი. რაღაც დროის მერე უკვე ეს გასვლაც რთული გახდა, ვერ გახვალ, აი მე მინდა გავიდე, თქვა პირობითად და დავწერე განცხადება, გავდივარ. ამ დროს პრეზიდენტი მოაწერს ისეთ ბრძანებულებას, სადაც ეწერება, თქვათ გიორგი კაპანაძე გადის საქართველოს მოქალაქედ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იმას გარანტია აქვს, რომ მოიპოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან აქ მოპოვებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ანუ შენ ვერ გახდები პირი მოქალაქეობის გარეშე, მიხვდი? ანუ არ გაგიშვებს ისა. აი სიტუაციაზე შენ იღებ პირობითად თქვათ აზერბაიჯანის მოქალაქე და აზერბაიჯანი გეუბნება, გამოდი საქართველოს მოქალაქეობაზე და შენ აზერბაიჯანი მოგცემს ფურცელს ან პასპორტს, რომ შენ თუ გახვალ საქართველოს მოქალაქეობიდან აუცილებლად თქვათ მოგანიჭებენ. მაშინ საქართველოს გაგიშვებს და ისე შენ მოგინდეს გახვიდე, ეგრე ვერ გახვალ რა, შენ ჭუაზე ვერ გახვალ. და არის კიდე ესეთი ფორმა მიღება. მიღება, ახლა განვიხილოთ სიტყვა ორმაგი მოქალაქეობა, ამას იყენებენ ხოლმე, არასწორია ეს ტერმინი. არ უნდა იყოს გამოყენებული. ორმაგი მოქალაქეობა სიტყვა არ გამოიყენება. არსებობს ორი მოქალაქეობა, სამი მოქალაქეობა, 4 მოქალაქეობა. რა ორმაგი მოქალაქეობა საქართველოსთვის არ გამოიყენება და რატო არ გის? რას ნიშნავს ორმაგი მოქალაქეობა? ორმაგი მოქალაქეობა ნიშნავს, როცა ქვეყნებს შორის არსებობს რაღაც ხელშეკრულება. რუსეთს და თურქმენეთს შორის არსებობს ხელშეკრულება და რუსეთს და ტაჯიკეთს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომ ისინი ერთმანეთს პასპორტებს ცნობენ, არის კიდე რომ მაგალითად ესპანეთს დამყობილი ყავდა იქ რაღაცა ის რა ქვია ამერიკა რაღაც ესეთი ხო ესპანური ენა, მექსიკები, პანამები, ასე ვთქვათ, არგენტინა, აი ამ ესპანეთს აქვს დადებული ხელშეკრულება, ვთქვათ, ავიღოთ პანამა იქნება თუ არგენტინა თუ რაღაც ესპანურენოვან ქვეყნებთან. რომ თქვა თუ შენ ხარ არგენტინის მოქალაქე, ჩვენ ვაღიარებთ შენ პასპორტს, შენ შემოხვალ ესპანეთში, რაღაცა ცოტა დრო იცხოვრებ, იმიტომ რომ შენ ესპანელების შთამომავალი ხარ და ჩვენ გამარტივებული წესით მოგცემთ. აი ეს როცა ქვეყნებს შორის ხელშეკრულება დადებული, მაშინ გამოიყენება მოქალაქეობა. მაგ შემთხვევაში სხვა შემთხვევაში არ შეიძლება ამ ტერმინის გამოყენება. არასწორია, ორმაგი მოქალაქეობა არსებობს. საქართველოს არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს ხელშეკრულება, ამიტომ ორმაგი მოქალაქეობა არ არის. არის ორი მოქალაქეობა. ეხლა რა ხდება? ნუ საქართველოს იწყვიტავს მოქალაქეობას თუ სხვა პასპორტს აიღებ, ამიტომ ნახეთ რა ხდება. პირი ჩამოდის, იცის რომ შეიძლება იმან ამერიკული პასპორტი ან რუსული დაადო ქართულ საზღვარს და გამოტივტივდება და ქართული აქვს და იუსტიცია დაიწყებს მის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ფორმას და დააკარგინებს. ამიტომ ის ასწრებს, მიდის იუსტიციაში, წერს განცხადებას და იმ განცხადებაში ნახეთ რას აბარებს. ესეთი ის არის. აი ესეთი განცხადება სხვა ქვეყნის მოქალაქე მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის შენარჩუნების შესახებ განცხადება. უნდა ჩააბარო განცხადება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ. ანუ შენ თავრობას საქართველოს თავრობას თუ იუსტიციას თუ რანჯგინა თხოვ რომ თხოვ შემინარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობა, არ შემიწყვიტოთ. მიხვდით? 500 ლარს იხდი, 3 თვეში განიხილება, 1000 ლარს იხდი, 1 თვეში განიხილება. რა სხვაობა არის? ესეთი ფორმა არის, რომელიც უნდა შეავსოთ ფოტოსურათი, აქ ჩამოწეროთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სად მუშაობდით, შენარჩუნების მოტივი, რომ მინდა ვიცხოვრო საქართველოში და ასე რა ქვეყნის მოქალაქეობა, ნათესავები მიყავს, მეუღლე, ხელმოწერილი მეუღლე, შვილები, მამა, დედა, ეს ყველაფერი ზუსტად უნდა ჩამოწეროს, სრულად შეავსო, ნათესაური კავშირი ვინმე თუ ყავს სამსახურში, სად მუშაობდი, ვთქვათ, გამოცდილება, თარიღი, თვე, წელი დამთავრება,
თანამდებობა რა ქონდა და სამსახურის ისა და რა საკუთრება გაქვს საქართველოს შენზე თუ რეგისტრირებული ან აპირებ მისამართი ქართული ტელეფონი და ურთავ თქვა ნახეთ ოღონ რა მომენტია თქვა გაქვს შენ ამერიკული პასპორტი აუცილებლად სასურველია ეს ამერიკული პასპორტი ორიგინალი მიიტანო დაადო ან მაშინ უნდა ქართულ ნოტარიუსთან დაამოწმო ასლის სწორია დედამთან და ზედ მიაკრა ქართული ენოვანი თარგმანი დასვით ისე როგორც გაქვს ქართულ პირადობაში ქართულ ენა თქვა მალხაზი რომ არ იყოს სხვაობები თქვა უნდა ნოტარიუსთან წაიღო თქვა ეს ამერიკული პასპორტი იქნება და უთხრათ დამიმოწმე ასლის სწორია დედამთან და ზედ მიაკარი ქართულ ენაზე თარგმანი. ოღონ პირადობის ასლი დაუტოვე და თარგმნელს უთხარით რომ აი ისე მითარგმნე როგორც ქართულ პირადობაში. აი მაგალითად რომ ქართულ პირადობაში მალხაზი არ ეწეროს და შენ არ გითარგმნო ამერიკული პასპორტი მალხაზ ერთნაირად რო თარგმნო და ამას ჩააბარებ შენ და ნახე რა მომენტია. შეიძლება ერთვიანი ჯობია 1000 ლარი ჯობია გადაიხადო რომ ერთ თვეში დაგიბარო და როცა შემოდიხარ საქართველოში ეგრევე ჯობია ამის ჩაბარება და რატომ მიაკისნე არა ბოლოში შენ იქ რაღაც მოგინდება მე ამერიკაში ბოლოს ასვლა და ბოლოსკენ ჩავაბარებ და ცუდია ეთქო ხო ჩამოდიხარ ერთი თვით თქვა და ეგრევე ჩააბარე რატო ერთ თვეში შეიძლება კომისიამ დაგიბაროს ვინ არის ეს კომისია ეს არის რაღაცა 6 თუ 15 კაცი ზიან ოთახშია იუსტიციის სახლშია პირველ სართულზეა ზიან და რა ტიპები არიან ესენი არ გიხსნით ახლა არი ფიქრობთ ის მომენტი რომ აი ახლა უი არიქა ახლა ისინი ტირს დაიწყებენ რომ არიქა უი მოგანიჭო და რაღაც შეუძლიათ არ შეგინარჩუნოთ საქართველოს მოხდა იმის მიუხედავად რომ შენ ქართველი ხარ ოჯახი ყავს საქართველოს შემდეგ პროსტო მოუნდება და გეი დაწერენ იქ რომ არუჩა არ უნარჩუნებ და всё არ მოგვეწონა ეს ტიპი და აი არა ჭუღაზე кайფერზე და რაღაცა და არ შეგინარჩუნებენ დაწერენ უარყოფი დასნას გააგზავნიან პრეზიდენტი მოაწოდოს და ქართული მოქალაქეობა შეგიძლება აი ესეთ ტიპები არა ეს კომისია ჩემი აზრით არის მთლიანად გასაშვებია დღევანდელ დღეს აი 2025-ში იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქართველს რომელიც დაიბადა საქართველოში რომელიც სკოლა დაამთავრა უნივერსიტეტი დაამთავრა ქართველი მეუღლე ყავს თავის სახლი აქვს, კარი აქვს, პენსია აქვს, თქვათ რაღაცა ასე შემდეგ და წარმოიდგინე კომისია წერს რომ აუ რაღაცა არ მოგვეწონა ეს ტიპი, რაღაცა არ არის კაი ტიპი, არ მოგწონს ხე რაღაც ვერ იმღერა შალახო აქვს ჩვენს წინაშე, შალახო ვერ იცეკვა უბრალოდ და თქვათ შავლეგოც ვერ იმღერა კარგად და არ მოგწონს და ჩვენ არ ვთვლით რომ ამას შეუნარჩუნებ და რაღაც ან პროსტო კაი ხასე აი რაღაც სვეტსკი ხალხია ესეთი რა მე ჩემი აზრით ფიქრობ რომ კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული ყველა რეგიონიდან თითო-თითო აი რამდენი რეგიონია იმერეთია, კახეთია და რაღაცა და უნდა იყოს აუცილებლად რაღაც რეგიონიდან, სოფლიდან წარმოვიდგინე და არა იქ რაღაცა ჩინოვნიკი, სვეტსკი, რაღაც სიგარეტით ხელში და ყავი წრუპავს და რომელსაც წარმოდგენა არა აქვს რომ რამდენი შრომა უწევს ამ იმიგრანტებს ქვეყნის გარეთ და რამხელა დიდი სიყვარული აქვს კონკრეტულად იმ იმიგრანტს და ამას გონია რომ იქ რაღაცა თვითონ იმას კაი სადიგძელოს შესვავს და всё ის ნაღდი ქართველია და ის ვინ წასულია ჯერ ერთი ზოგს უწერენ რომ აი შენ 5 წელი არ ჩამოსულხარ და ირო არ ჩამოსულა შეიძლება პული არ ქონდა ადამიანს და რა გაჭირვებაში იყო და რა ვალებში იყო წასვლა და შენ რო აქ ზიხარ იმ კომისიაში და 5-10000 ლარს ულაწუნებ ხელფას და არა გაქვს ის რა ქვია და ძირითადად ესენი წერენ უარყოფით დასკვნებს რო იცოდეთ რა ამიტომ აქ არის ორი არჩევანი ან შენ მალავ ან შენ პასპორტს, თქვათ ამერიკაში თუ ვაფშე სულ სხვა სახელ გვარზე იღებ ამ ამერიკულ პასპორტს და დადიხარ წყნარად იმ ამეთ და ვაფშე ვერ დაადგენენ ისინი გიორგი ხარ კაპანაძე თუ ჯორჯ ბაგრატიონი ხარ თქვათ სახელი გვარი შეცვალა. ან შენ შეგაქ ეს და ამათ დაგიწერენ ჯერ უარს, მერე უნდა ესე იგი არის კიდე ფორმა თუ ვარი მოვა პრეზიდენტიდან და შეგიწყვიტეს, მერე 6 თვე ვერ აბარებ და მერე ჩააბარებს 6 თვის მერე შენ ისეც ეს დროებითი რა საქართველოს მოქალაქე აღდგენით წესით მინიჭების შესახებ განცხადების ფორმა საქართველოს პრეზიდენტს მიხვდით ეს იცით როგორი ვარიანტია აი ესეთი ის არის დროებითი რაღაც 2027 წლის 1 იანვრამდე ხანდახან წევენ ხოლმე ოღონდ ქართულ ენას აბარებ აქ აქ უნდა დაურთო აი მე აი თან ის არის დროებითი უფლება რას ნიშნავს იცი და დროებით ჩართეს ეს თემა რომ მარტო ქართულს აბარებ თორე სხვა შემთხვევაში შენ რომ
ქართული მოქალაქეობა ვაფშე არ ქონდა და მე გავარებინებენ ესეთ ტესტს და არის ფიქრობთ რომ თქვენ ამ ტესტს ძალიან მარტივად ისარჩა და ქართულ ენაში ვთქვათ აი შეხედეთ ესეთი მე ახლა ამას მე საიტზე დავდებ ტესტები ქართულში აი შეხედეთ ესეთი კითხვები არის 53 გვერდია ესე ჩავილი ნახეთ აი ну ქართულს კიდე ჩავარებს ადამიანი, მაგრამ აი თქვათ ისტორია უფრო. ჯერ მანამდე ავარებ, კიდე პულს იხდი და მე წამოვა ეს კომისია იტყვის აი რაღაც იცი რა ქვია სვანური ქუდი არ ეხურა, არ მოგვეწონა ეს ტიპი და მოდი არ მივცეთ მოქალაქეობა. თან ერთსულოვნად წერენ. აი 6-7 კომისიის წევრი ხო არის და როგორ ეგრე რომ აი მაგალითად 6-დან როგორ აი 3 კი ვაძლევ და 3 არა, ან მაგალითად 4 ვაძლევ. ერთ სულოვნად რა, თითქოს წინასწარ არის და ამიტომ ეს კომისია სასწრაფოდ გასაშვები. მოსახსენებელი და ნორმალური წესერი ადამიანებითაა და აი რომელსაც მართლა ქართული სულისკვეთება აქვს და არა ეს ვიღაც ჩინოვნიკები და ესენი რა ვიცი, სიმართლე გითხრა, ბევრი პასუხისგებაშია ის რა ქვია, მისაცემი. აი ესეთი რაღაც ისინია რა. მე ამ ქართულს აბარებ, მე ეს არის ისტორიაში აი ესეთი კითხვები არის, მაგალითად აი და მე ამას დავდებ საიტზე, აი მე ესეთი საიტი მაქვს, visa.bg. ისა რა ქვია და აი აქ დავდებ, იცით სად დავდებ? იქნება ოქტომბრის ან ცადეთ სასარგებლო ინფორმაციაში დავდებ და ცალკე აი აქ გვერდს გავაკეთებ საქართველოს მოქალაქეობა, დავდებ ტესტებს, განცხადებებს, რატომ ეს თქვენ გამოგადგებათ. და ესეც შეავსეთ, დაწერეთ, რომ ეს სრულად შეავსეთ, ხო, თქვენ ვიცი, ბევრს ევასებ რაღაც მოკლედ რაღაც, დაწერეთ, რომ მინდა იმიტომ რომ ყავს სოლი, შვილი, ამიტომ მოქალაქეობა შევინარჩუნო და ასე და ის თუ შეგინარჩუნეს, კარგია, იქ მე პრეზიდენტად აგზავნიან, რომ შეუნარჩუნოთ, არა ძალიან აცრილი არიან, თითქოს რავი, აი წარმოიდგინე, რა დონემდე მივიდა, რომ ქართველს, ქართული გვარით, ქართულად ლაპარაკობს, ქართული ოჯახი ყავს, ქართული მიწა-წყალი აქვს და საქართველოს მოქალაქეობა შენარჩუნებაზე უარი უთხრეს. ეს სამარცხვინო კომისია არის სრულით, რავი, არ ეწყინოთ სამარცხვინო რა. ესეთ გადაწყვეტილებებს რაღაც მიკერძოებული ისა და წვალობენ. მე დავდებ კიდე იმას, რა ქვია, ტელეგრამ არხს ვიცით ეხლავე დავწერ მე ეს როგორ იწერება სადაც აი ესეთი ადამიანები აი გაჭირვებაში არიან რაღაც გაგიზიარებენ იმას რა ქვია ინფორმაციას ასე ვთქვათ ერთად გაწევრიანდნენ ესენი და აი ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობენ და არის ესეთი ძალიან მაგარი ტელეგრამ არხი არის და ხო აი მე დაგიწერთ როგორც იწერება მე და ესეთი დროგი პირადობა მიხდით აი ამას დააჭერთ ენტერს აი ესე არის ესე იგი ეს ტელეგრამ არხი აი ესე შეხვალთან და ერთმანეთს ნუ დაეხმარებით რა ახლა არიან რო ეხლა წარმოიდგინეთ აი ეს არის ისტორიაში ტესტი ესეთი ახლა ამასაც დავდებ მე წარმოიდგინე რა ერქვა არაბთა მიერ საქართველოში დანიშნულ მოხელეს რა საინტერესო არის პიტიახში ვალი მარზპანი ამირა წარმოიდგინე არა მაგრამ რა ამირა ყოფილა აი წარმოიდგინეთ რა რთული კითხვებია ევროპის რომელი ნახევარკუნძული დაიმყრეს არაბებმა ბალკანეთის ირენიის აი წარმოიდგინეთ რა რთული კითხვები არის ეს და ესეთი რაღაცა წარმოიდგინეთ აი 200 კითხვა არის რა ეწოდა იმ მნიშვნელოვან ხელში რომელიც საქართველოს ხელი მოაწერა ბრიუსელში 2014 წელს საქართველოს ეგრაში ასოცირების შეთანხმება ხო ეს იქნებოდა წარმოიდგინეთ რა ის არის და პლუს კიდე ნახეთ რა არის სამართალი აი ესენი არის როცა არ ქონია საქართველოს მოქალაქეობა და არ დაგიკარგიან გასული ხარ თუ არ დაგიკარგია თუ დაკარგე მაშინ ქართულს აბარებ ის გამარტივებული ამიტომ ეხლა კიდე ყველას ბევრს ძალიან ბევრ ადამიანს საყვედური
ბევრი ქართველი, რომელსაც სხვა მოქალაქეობა ჰქონდა და უნდოდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ასე, ადრე იყო უფასო, 2008 წელს 9-ში იყო უფასო. შეგეძლო, შეგეტანა განაცხადი და ფულს არ იხდიდი და აძლევდნენ მარტივად. აი რას ელოდებოდი? რას ელოდებოდი? რამდენია ბევრს ეხლა გაახსენდა, რომ ევროპაში ვიზოთიაროსო და ჯერ დაცინოდნენ, რომ რავი, ქართველებს ვინ მიცემს ვიზოს ევროპაში და მოგვცეს, აი ჩვენ შეგვიძლია ეგრევე, всё, ბილეთი და წკაბ და შენგენში ხარ ევროპაში. კი, ახლა რაღაც დაძაბულობა არის მაგ ვიზოსთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. და მე გაახსენდათ, მე მოაწყდა ხალხი, აი მე მინდა ქართული და მიტომაც დაგიწესეს ეს ქართულს ვერაბარებთ, სამართალს ვერაბარებ და ისტორიას, აი რა ძალა ქონდა, როცა უფასო იყო შეგეტანა. 2007-ში, 5-ში, 6-ში, 8-ში რას ელოდებოდი რა, ეხლა მოგინდა? მე კიდე 2010-ში უკვე 200 ლარი გახდა, მე 250 ლარი გახდა. ადრე არ აბარებდი ტესტებს. даже ვიზო შემოვიდა ევროპასთან 2018-მდე კიდე ნორმალურად იყო, 19-მდე უფრო სწორად ნორმალურად იყო სიტუაცია, ყველას აძლევდნენ მარტივად, ვინ შეიტანდა და არც ქართულს აბარებდა, არც ისტორიას და მაშინაც რას ელოდებოდით. აი ბოლოს შემოაწყდა, რომ აი მე მოუნდათ რა, ზოგი აღარ უნდა თქვა რუსეთში ყოფნა, ზოგი ასე, ზოგი ისე და ამიტომ თავის დროზე უნდა გეფიქროთ ეს. ჯერ ერთი თლათ საქართველოს ორგანოებს თლათ ნუ დააბრალეთ, პირველ რიგში დააბრალეთ თქვენ თავს, რომ არ მოაწესრიგეთ ეს და არ გააკეთეთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ხო, შემდეგზე ახლა საზღვრის ხო, საზღვარზე როცა შენ აფიქსირებ პასპორტს, მაშინ ხვდებიან. მე ნუ ხო, თუ საქართველოს მოქალაქეობა შეგიწყვეტა, შესაბამისად პენსიაც გიწყდება. და საფასური რა, ეხლა ადრე უფასო იყო, არავის არ უნდოდა, ზოგი დაცინოდა, მარტივი ანკეტა იყო, პროსტო შეგეტანა, მოგეთხოვა და მაშინ სააკაშვილის დრო იყო, აწერდა ხელს. და ეს კომისია, რა ვიცი, ესეთია რა, არ არის დადებითად განწყობილი. ადრე მაგარი კომისია იყო. აი იმინა აი ჩასაყრა არც კომისია იყო კიდე, ზოგჯერ საერთოდ არ გიბარებდნენ. ეხლა წარმოიდგინე, აი რა დონემდე მივიდნენ, რომ ქართული გვარია, ქართული პასპორტია, საქართველოში დაბადებული ოჯახი ყავს და იბარებ რა. როგორ ქართველს არ უნდა ქონდეს, მაგრამ ერთი მომენტი მინდა კიდე გამოვახვედრო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ურიგებს ვიღაცებს პასპორტებს. არ ყოფილა ეს არასდროს და არასდროს ეს ყოველთვის, აი ზოგმაინც ეს აი რუსებს აძლევენ, არ აძლევენ რუსებს. რუსმა არ იცეს არც ქართული, არც ისტორია, არც სამართალი და კიდე იმან დიდი ხანი უნდა იცხოვროს აქ 10 წელი რომ მოიყოს და ისიც მას ბინადრობებს არ აძლევენ. ვისაც აძლევენ ესენი საქართველოს მოქალაქეობას ან გამარტივებული წესით, ან ესე არის ესეთი, რომ მაინც ეხლა 10-დან 5-ს მაინც აძლევენ. ეს არის ეთნიკურად ქართველი, რომელსაც აქვს რუსული პასპორტი, ისრაელის პასპორტი, ამერიკული პასპორტი, ყველა ვინც იღებს, იმას აქვს კავშირი. ძალიან გამკაცრდა. უკვე ესე არა, ხარი-ხარალი აღარ არის. თან ახალი პასპორტი გამოვიდა, მე არ მინახება რა იძახიან მაგარი. ეს ესე იგი აღდგენა ვინც დაკარგა ჯობია აღადგინოთ რა, იმიტომ რომ საქართველოს რო ჩამოხვალ და თუ არ გექნება საქართველოს ავად რო გახდე, უფასოდ არ გიმკურნალებინ, მიწას ვერ გადმოიფორმო. აი მიწა მისცეს იმათო, რა ქვია, მიწა მისცეს უცხოელებს და არ ფორმდება, ტყუილია ეგ, არავინ არაფერი, შეიძლება ინვესტიცია განახორციელოს რაღაცა აშენოს, მიწას ვერ იფორმებს უცხო ქვეყნის. არ ჩვენ ქართულ მოქალაქეობას ესე იოლად არ აძლევენ, ქართველს არ აძლევენ იოლად და სხვაზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ხო, აი ეს ტელეგრამ არხი მე თქვენ ისა რა ქვია, მე აი ეს არხი ესე უნდა აკრიფოთ, ბრაუზერში ენტერს დააჭეროთ. ხო, ეს ჩემი საიტია, www.g და გამოცდებს აბარ, ეხლა რა შეიძლება ნახეთ საინტერესო მომენტი. მართვის მოწმობა შეიძლება შეცვალოთ ქართულ მართვის მოწმობა. თქვათ რუსეთში იცხოვრე, გაქვს რუსული მართვის მოწმობა. ოღონდ რუსეთში აუცილებლად უნდა აიღო ცნობა გაიში და ან სხვა ქვეყანაში თუ იცხოვრე, იქ იღებ ცნობა. სადაც უნდა იწეროს, რომ თქვათ გიორგი ყაპანაძე ფლობს ამ და ამ ნომერს მართვის მოწმობა შეიცავს ამ კატეგორიებს ნომერი ეს არის
გიორგი დაიბადა ამ რიცხვში, დაიბადა ამ ქვეყანაში, ფლობს ამ იმას, ჩვენ გავსებთ ცნობას და აუცილებლად უნდა ეწეროს, რომ ეს მართვის მოწმობა არ არის აკრძალული, არა აქ ნიშენია, არა აქ თქვათ აკრძალვა, მოქმედია და თქვათ ყველაფერი წესრიგში აქვს. მე ის ითარგმნება ეთნობა ქართულ ენაზე, სხვა საბუთებთან ერთად შეგაგდა ცვლი. ჩვენ თქვათ რუსული ის რა ქვია, უნდა წარადგინო ეს საბუთები, ესე იგი მომსახურების სააგენტოში და იგი იცვლიან შენ ისინი. ხო, ნუ მედიცინა რა, გახლახეთ რაც შეეხება იმას, რა ქვია. სხვაობას, აი მე ამერიკული პასპორტი მაქვს ქართული, რა, ზოგმა იგრი იცის ბაზარი. აი რა სხვაობა არის? აი ავიღოთ ახლა ჩვენ მაგალითად ამერიკული პასპორტი. აი ამ ქვეყნებში 79 ქვეყანაში დადის, თქვათ, აი ამ ქვეყნებში უვიზოთ. რა ავიღოთ და დავამატოთ აქ, თქვათ, ქართული, საქართველო. აი პლუს 6 ქვეყანა, დამატებით 6 ქვეყანაში უვიზოთ. ესა ბელორუსია, ბრაზილია, ჩინეთი, իրანი, რუსეთი, სირია. და საინტერესო არის. აი მაგალითად აი რუსული მოქალაქეობა თუ აქვს და ქართულს ხედავთ 39 ქვეყანამდე დამატებულია. აი ევროპა, ნახეთ საინტერესო კუვეითში დადეს საქართველოს მოქალაქე უვიზოთ, რუსებს ვიზა უნდათ. და ესეთი სხვაობები არის უკრაინა. ახლა აიღოთ უკრაინის პასპორტი. 4 ქვეყანაში ნახეთ, უკრაინელს არ შეუძლია ბაჰამის კუნძულზე, ჩინეთში არ შეუძლია, საენტ-ლუსია და სირიაში და ამ დამატებით. რაღაც პლუსები, ბევრი პლუსი აქვს. საქართველოს მოხდა, უნდა ქონდეს, რაც პასპორტი გაქვს უკეთესია და კიდე არის ერთი მომენტი, ნახეთ, ბევრ ქართველს ქონდა უკრაინული პასპორტი და ისა რა ქვია, მე ლინკებს დავდებ კიდე ამ ვიდეოს ქვეშ, ჩემ საიტზე, ტესტებზე, განცხადების ფორმებზე, პლუს სასარგებლო რაღაც ბმულებზე, რომელიც თქვენ გამოგაგებთ და ცოდნა გექნებათ ამასთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება ისა რა ქვია. კიდე ერთი მომენტი. რაც არასდროს არ ყოფილა საქართველოში 1 ოქტომბრიდან 2025 წლის შემოვიდა ესეთი რაღაცა ძალიან გამგაცრე საიმიგრაციო სიტუაცია. 400 თუ 500 ადამიანი დაადეპორტეს საქართველოდან, ეს უცხო ქვეყნის, ეს ინდოელი, პაკისტანი, აი ვინც გავიდა ის რა ყოფნა ვადა აქ ლეგალობის, ისინი დაიჭირეს, დააკავეს და გაუშვა. ასე არ ყოფილა არასდროს, არც მიშას დროს, არც იმას, აი ყოველთვის რომ აქ შემოიყარა ჩინელი, ირანელი, არ არის ეგრე. ბევრს აი ძალიან მკაცრად არ უშვებენ საზღვარზე, ძალიან გამკაცრებული საზღვარზე რუსულ ჯგუფებს წერენ, რომ ერთხელ შეუშვეს, მეორედ შეუშვეს, მესამედ აღარ შეუშვეს, ეგეთებიც არის ბევრი. მოქალაქეობას რთულად აძლევენ, ბინადრობის მოწმობებს ძალიან რთულად აძლევენ. პირდაპირ სულსი თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ესე არ მოგწონს ეს ტიპი, არ არის უსაფრთხო ტიპი და არ ვაძლევთ. წარმოიდგინეთ, აი ძალიან მკაცრი ესე არ ყოფილა არასდროს გამკაცრებული. ეხლა ბევრმა აძლევენ მიწებს, აძლევენ არ აძლევენ არ ჩინელს, არც რუსს, აღარც ქართველს უკვე ესე იოლად აღარ აძლევენ. ძალიან გამკაცრებულია. შეიძლება ამას ევროპაც ითხოვს, იმიტომ რომ ეხლა ისინი აკვირდებიან, ეხლა შენ წარამარა თუ ურიგე რუსებს, რომელიც სანქციებში არის პასპორტები, შეიძლება ეს უვიზო მერე გათიშოს და უფრთხილდება და მიტომაც შეიძლება ესეა სიტუაცია. ან რა ვიცი, შეიძლება რუსეთს არ მოწონს, რომ ეხლა მაგათ მოქალაქეებს ესე თვითონ ქართველებს ესე პასპორტებს აძლევენ. ეს მომენტიც არის. პლუს კიდე რა მომენტია ახლა. ისა რა ქვია. აი ესეთ რაღაც არ ყოფილა და დაემატა გამოძევება საქართველოსთან დეპორტი. ვაი ვიღაცა დაათვრა, თქვა უცხოელი და იგინა ქუჩაში დაიჭერენ всё დეპორტი. რაღაც დააშავა უაზროდ მიტინგზე, მაგის რა საქმეა ახლა სადღაც მიტინგებზე სიარული, ახლა შენ შეგიფარეს აქ. პლუს კიდე ნახეთ რა ხდება თუ მოუნდა ის საქართველოში შემოსვლა და მე პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა, ისინი ეტყვიან, იცი გარეთ მოითხოვა საქართველოს ფარგლებიდან და ჩვენ გადავწყვიტავთ, მე შემოგიშვათ თუ არა ესეთ თემებს და პლუს გამოძევება. ანუ დააშავა რაღაც მიქარა, შეიძლება წითელზე გაიარა ორჯერ, ან დათვრა, ან იგინა, всё, დაიჭერენ დეპორტი უკვე და ეს ძალიან მოაწესრიგეს ეს. ესე არ ყოფილა არასდროს.
ინდოელები ახლა მუშაობის უფლება არ აქვს, ახლა მუშაობენ, ქართველებს სამსახურს ართმევენ, ახლა დელივერზე და იჭერენ ყველას. თან უკვე შინაგან სამეცნიერო უფლება მისცეს, რომ ყველგან შევიდეს, შეამოწმოს, всё, არალეგალია დეპორტე, არალეგალია დეპორტე. всё და короче ყოველ თვე 100 კაცი, 150 კაცი ადეპორტებენ, იჭერენ. არა, ეს იქ გახვალ, იქ აღმაშენებელზე და იქ თურქული ბაზარი ისმის, ან რაღაც არაბული ბაზარი ისმის და ბევრი არა, არის არალეგალი, არაფერს არ აკეთებს, ბინადრობა არ აქვს, დეპორტე და არ აძლევენ. თუ ის მართლა ინვესტორი არაა და ფულს არდებს, უკვე აღარ აჭაჭანებენ. და ესე არ ყოფილა არასდროს, არავინ არა, მიშას დროს იყვნენ ჩინელები, ვიეტნამი, ირანი, თურქი, ყველა მოდიში და გაბლატავებული იყვნენ და ქართველი ხმას იმდენად ვერ იღებდა და ვერ იმუშავდა, უძაბავდნენ და მიშა მაგათ, მაგრამ ეხლა არა, ახლა პირიქით. всё, გაატრაკა მოდიში და დეპორტი რა. ესეთ სიტუაცია არის რა. და პლუს კიდე, რა ვიცი, გაუფრთხილდეთ თქვენ პასპორტებს დროულად, გააკეთეთ საბუთები და მიხედეთ რა, მე ხა დაგარიგეთ ლინკებს დავყრი და მე მგონი ისა რა ქვია, საკმარისი იქნება ისა რა ქვია და იფიქრეთ ყოველთვის სხვას არ დააბრალოთ, უმეტესობა თქვენი ბრალი ის რომ თავის დროზე არ გააკეთეთ არაფერი, არ გამოასწორეთ, არ დაალაგეთ და ისა. ეხლა რაც შეიძლება კიდე ბევრი ქართველია, რომელსაც აქვს უკრაინული პასპორტი, მათ რადგან ომი იყო, არის უკრაინაში, მისცეს კანადა მისცა მაგრად ვიზები, სამუშაო ვიზები, ოჯახებით და წავიდნენ, ზოგს იქ შვილი შეეძინა, შვილს მისცეს კანადის მოქალაქეობა, რადგან იმ ტერიტორიაზე დაიბადა, დაბადების მოწმობა, იმ დაბადების აპოსტილი უნდა მერე უკრაინელმა მშობელმა უნდა მიიტანოს თავის საკონსულოში და აუცილებლად პირდაპირ პასპორტი გაუკეთოს მეორე მოქალაქეობა, არა ნორმალი მეორე მოქალაქეობა უკრაინული ბავშვს და პლუს მეორე მშობელმა უნდა პირველმა მიიტანოს უკრაინულ საკონსულოში და მისცენ ბავშვს უკრაინის მოქალაქე მეორე პასპორტი და მეორე მშობელმა შეიტანოს თქვა ქართულ საკონსულოში ან იუსტიციაში და მისცენ მესამე პასპორტი. 3 შეიძლება, 2 შეიძლება. 18 წლამდე ბავშვს ვერ ჩამოართვენ. უფრო სწორად ვერ დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას. და თან შეიძლება მანამდეც ბავშვზეც ჩამარება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. და დააწერთ და შეიტანთ ამას და ყველაფერი კარგად იქნება. ეცადეთ მეტი პასპორტი გავუკეთოთ, რატომ? მაგალითად კანადაში იმუშავებს ვიზოთ, რაღაც გამარტივებული წესი აქვს, შეიძლება ამერიკაში კანადის პასპორტით მარტივად იმუშაოს. უკრაინა ბოლოს და ბოლოს შევა ევროკავშირში, იქ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას შეუძლია იყოს, იცხოვროს და იმუშაოს, ისიც დაიხმარა, მე ვეღარ აიღო, სანამ პატარა ბავშვი გავუკეთოთ ყველა მოქალაქეობა არ დაზადნოთ, რაზეც კი მოგიწვევათ ისა და პლუს კიდე ვისაც ეთნიკურობა აქ ან წინაპარი გერმანელი ყავდა ან პოლონელი ყავდა, მიაკითხეთ საკონსულოებებს. გამარტივებული წესებია თავის ეს ქვეყნები იღებენ აი ამ ხალხს უკან აძლევენ რაღაც საბუთებს, მე მარტივად ეხთხეთ პოლონელს არის პოლონური კარტა, არის ბევრი პოლონური შთამომავალი არის და წინაპარი ყავდა საბუთებს მიიტანს, მისცენ პოლონურ კარტას, ერთ წელიწადში პოლონეთის მოქალაქეობას იღებს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია იმუშაოს და მათ შორის უბიზო მიმოსვლა აქვს. კანადა ამერიკასთან და ასე შემდეგთან გამოიყენეთ ყველა მეთოდი და ამ ასე ვთქვათ, პლუს კიდე ქართული მოქალაქეობა არ დაგავითხრა და გაუფრთხილდით. არ არის ეს მე ბევრი შეიძლება რა თმინდა მე ბოლოს გინდა ხოლმე და მე ის კომისია არ გაძლევს რო იცოდე რა. ეს კომისიაც არ ამართალი, იმიტომ რომ ყველა ქართველს, ვისაც ქართული გვარი აქვს, ან საქართველოში დაბადებული, ყველას ეკუთვნის ქართული მოქალაქეობა. და პლუს კიდე ესენი აზე არ არიან საერთოდ საიმიგრაციო განსაზღვრება. ესენი წესით უნდა გააკეთოს სპეციალური ვიზა, ცალკე უნდა იყოს, რომელიც ქართველი მიაკითხავს საკონსულოს, თქვა ცხოვრობს იტალიაში. მიაკითხავს იმას, ეუნა ქართველია, საბუთები მიიტანოს, დაიბადა იქ რაღაც. აი, მაშინ უნდა იყოს კომისია განიხილავს, სიტყვის რომ ეს ქართველია, სპეციალური ვიზა უნდა მისცეს, რომლითაც საქართველოში ის ჩამოვა, იცხოვრებს საქართველოში 1 წელი და 1 წლის თავზე ავტომატურად უნდა მისცენ მოქალაქეობა, გამარტივებული არ უნდა ეს ისტორია, ქართველმა არ უნდა აბაროს იქ რაღაც. ეს უნდა ჩააბაროს
ესპანელმა, ან იტალიელმა რო ჩამოდის, ან სხვა ისა, ქართველს რა თქმა უნდა ჩაბარება. ქართველს შეიძლება მხოლოდ ერთი რაღაცა, ფიცის დადების ცერემონია გააკეთოს, სადაც იქნება უკან დროშა, გერბი და ფიცა ვარ დავიცვა საქართველოს და აი ეს რაღაცა უნდა იყოს. ის კი არა ზიანი კომისიაში აღარ სვედსკი ხალხი და არ აძლევენ ქართულს. ის სირცხველი რა. როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? მე მიყვარს რა მუსით მიდიან მე სახლში რომ საქართველოს ართმენ წასულია კაცი და პენსიას ართმენ, მედიცინას ართმენ, პასპორტს ართმენ. ვითომაც არაფერი, ეგ როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა რა? თქვენს დაფიქრდით, რომ თავის დროზე უნდა გაიკეთებინათ. იმიტომ რომ რა ვიცი, 1000-ია. მთავრობები იცლება, ზოგი ისე შვება, ზოგი ამკაცრებს, ზოგი აიოლებს. როცა სააკაშვილთან გაიოლებული იყო და უფასო იყო, ეს რა თმინდა, რას აკეთებს ეს ყველას ურიგებს, ეხლა გაამკაცრეს, ახლა მეც არ მაძლევენ, და ბოლოს რა. მიხედეთ საქმეს. მე მგონი ეს თემა ამოწურული არის და ქვემოთ ამ ვიდეოს ქვემოთ სასარგებლო ლინკებს, განცხადებებს და ინფორმაციას დავდებ. წარმატებებს გისურვებ.